დასუფთავების ტარიფი თბილისელებისთვის სულადობის მიხედვით განისაზღვრება ერთ სულზე მოსაკრებელი სავარაუდოდ 2 ლარი და 50 თეთრი იქნება. ოპოზიცია მერის ინიციატივას არ ეთანხმება, თუმცა ცვლილებების საკრებულოში უკვე ინიცირებულია და განხილვა 31 მაისს იგეგმება. ახალი ტარიფები ძალაში 1 ივნისიდან შევა. დასუფთავებისა და ელექტროენერგიის ტარიფების განცალკევების შემდეგ დედაქალაქის მოსახლეობას დასუფთავების საფასურის გადახდა რამდენიმე წლის წინანდელი სისტემით მოუწევს. სულადობის მიხედვით გადასახადის დადგენის ინიციატივით მერიამ თბილისის საკრებულოს უკვე მიმართა. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ერთ სულზე მოსაკრებელი 2 ლარი და 50 თეთრი იქნება, თუმცა არ არის გამორიცხული თანხა 3 ლარამდეც გაიზარდოს. განსხვავებით ძველი სისტემისგან, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ აღნიშნული მომსახურება დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეჭდას, რაც თბილისის შემთხვევაში დაახლოებით 8 მილიონი ლარით კიდევ უფრო მეტად აძვირებს. უნდა მოხდეს ამ მომსახურების დღეგესგან განთავისუფლება ისევე როგორც ეს იყო საკანონმდებლო ცვლილებებამდე, მაგრამ თუ კი აღნიშნული ვერ განხორციელდა, მაშინ შესაძლებელია ქალაქ თბილისის მერიას მოუწიოს, რომ მოითხოვოს კანონით დადგენილი 3 ლარიანი მოსაკრებლის შემოღება თბილისის შემთხვევაში. ახალი სისტემის ამოქმედებამდე კი საკანონმდებლო ორგანოში დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. დეპუტატების განცხადებით ტარიფი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. იმიტომ რომ არ დაწესდეს მაქსიმალური და 3 ლარი არ იყოს გადასახადი, ვეცდებით რომ პარლამენტი დავარწმუნოთ იმაში, რომ დამატებული ღირებულების გადასახადისგან განთავისუფლდეს ასეთი მომსახურება, რადგან მოსახლეობას უფრო მეტი შობა კონდეს და არა 3, არამედ 2.5 იყოს მაქსიმალური გადასახადი მათთვის. საკრებულოს უმრავლესობა მზად არის დედაქალაქის მერიის ინიციატივა განიხილოს და მას მხარი დაუჭიროს. უმცირესობა კი აცხადებს, რომ მერიის მიერ დადგენილი გადასახადი მოსახლეობის სოციალურ პირობებს არ შეესაბამება. ეს შეთავაზება არის გაგრძელება იმისა, რაც მაგალითად მერიამ მოსახლეობის შესთავაზა ერთიანი კვიტრის სახით. ეს მაშინ იყო ხარკი და თუ კი 2.5 ახლა იქნება ისევე როგორც ხარკი და ძალიან მძიმე გადასახადი. ამიტომაც ჩვენ ინიციატივაა, რომ გადასახადი არ აღემატებოდეს ლარ და 50-ს, ეს მოგცემ შესაძლებლობას, რომ ერთის მხრივ მოქალაქე იყოს გადამხდელუნარიანი და მეორეს მხრივ შევინარჩუნოთ სერვისის მომსახურების ხარისხი. თითოეული საკრებულოს წევრის მთავარი ალბათ სამფიქრალი და ამოცანა იქნება ის, რომ ერთის მხრივ ეს იყოს, რაც შეიძლება დაბალი ტვირთი მოსახლეობისთვის და არ დააწვეს მას რაღაც განსაკუთრებით სოციალურ ტვირთად და მეორეს მხრივ ის, რომ იქნა შენარჩუნებული ის სერვისი, რომელსაც ჩვენ უკვე თბილისელები საკმაოდ შევეჩვით და მიუხედავად ცალკეული შენიშვნებისა, სამსახური ზოგადად ნამდვილად კარგად მუშაობდა. მერიის ინიციატივას თბილისის საკრებულო 31 მაისს სხდომაზე განიხილავს. დასუფთავების ახალი ტარიფი კი 1 ივნისიდან ამოქმედდება.